Ამ თემაზე უკვე კეთდება პოლიტიკური შეფასებები, რომელსაც სოფო ბერიძე გაგვაცნობს. ლევან მაჭავარიანის მორიგი საკმაოდ ვრცელი წერილის შემდეგ მართლ პარტიაში ახლა იხსენებენ, როგორც თავად უწოდებენ ყალბ ემოციებს, რომელიც მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა, საქართველოში ოპოზიციამ გამოავლინა, ხელისუფლებაში დარწმუნებულები არიან და პრინციპში კონკრეტულ მაგალითებსაც ასახელებენ, როცა ამას ამბობენ, რომ 2022 წლიდან ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში გარე დავალებებს ასრულებს, ისევე როგორც მართველი პარტიის განცხადებით, ოპოზიცია გარე დავალებებს ასრულებდა 2008-ში, როდესაც მოხდა ქართული ტერიტორიების რუსული ოკუპაცია. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ალბათ საგულისხმოა ის, რომ დღეს ამ პარტიაში ზუსტად იგივე თქვეს პრინციპში, რა ბრალდებებიც მათ მართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა წაუყენა, ახლაც ნაციონალურ მოძრაობაში გაიმეორეს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას და ზოგადად ამ ქვეყანას ებრძვის. ყველასთვის სამარცხვინოდ და ქართული ხალხისთვის სამწუხაროდ საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მაქსიმალურად პოზიციონირებდა ისე, რომ ომში ყოფი უკრაინისთვის ლახვარი ჩაეცა ზურგში. ჩვენ კარგად გვახსოვს ის აბსოლუტურად ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდათ მეხუთე კოლონას საქართველოში. ეს არის ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი. დიდარი NGO-ები, ესენი არიან რადიკალური აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები, მაშინ როცა 2008 წელს მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო საქართველოს 20% ტერიტორიები პრაქტიკულად მოღალატე ხელისუფალის მეშვეობით გადასცა ოკუპანტს, მაშინ არ ჰქონდათ ეს რეაქცია, ჩვენ კარგად გვახსოვს ის გზა, რაც გაიარა აგენტურამ 2008 წლიდან დღემდე, მაგრამ როგორც კი მეორედ შეიჭრა უკრაინაში რუსეთი, აბსოლუტურად სხვა მოტივით ამოქმედდნენ. ნათელია ყველაფრის საბაბიც და მიზანიც, ისინი ასრულებენ იმას, რაც აქვს დავალებული. გარე პატრონებისაგან მართული აგენტურა საქართველოში მოსახლეობის შესწავლას შეყვანას ცდილობდა, რომ ჩვენ თითქოს აი ამ გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების, აი ამ გაშლილი კამპანია დასამსახურებოდა მიზნად, რომ შანსი ქონდა ჩვენ დაგვებრუნებინა ცხინვალი და აფხაზები და უნდა აგვემართა ესე იგი ხელი ჩვენს მოძმე ოსებზე და აფხაზებზე. ხო, ეს იყო მათი მთავარი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება და ბომბების წვიმას ნატრობდნენ. გახსოვთ, ისეთი ფსკერზე დაეცნენ, რომ პრიგოჟინსაც კი მიესალმებოდნენ. ოღონდაც რაღაცა შარში გახვეული იყო ჩვენი ქვეყანა და დაწყებული იყო აქ საომარი მოქმედებები და შეესრულებინა თავიანთი პატრონების დავალებები, ყველაფერზე მიდიოდნენ. ფაშიზმით იკვებებოდა ეს ხალხი თავის დროზე და ახლაც ასეა. ოპოზიციის ბოლო წლების პოლიტიკასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან მაჭავარიანმა დღეს რიგით მეოთხე წერილი გამოაქვეყნა. ის წერს საკმაოდ ბევრ მიზეზს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მოუბოდიშოს ოპოზიციურმა სპექტრმა ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, თუმცა ოპოზიცია არ თვლის, რომ რაიმე საბოდიშო აქვს საზოგადოებასთან, მეტიც ისინი დღეს ამბობენ ზუსტად იმას, რა ბრალდებასაც მათ ქართული ოცნება უყენებს.